ჩვენ ვიწყებთ ონლაინ კურსის მეორე ნაწილს, ეს იქნება უფრო კონკრეტული, უფრო პრაქტიკული კურსი, როგორ შევქმნათ კონტენტი ინტერნეტისთვის და ამ შემთხვევაში ძირითადად მე თქვენ აგიხსნით ვიზუალურ თხრობაზე ვისაუბრებთ, როგორ შევადგინოთ ტექსტი, ვიზუალური მასალა, ფოტო და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. გადავიდეთ, ეს არის დაახლოებით როგორ გამოიყურება ნიუსრუმები დღეს. ანუ პლანშეტები, smartphone-ები, კომპიუტერი, სხვა თანამედროვე гаджеტი არის უკვე განუყოფელი ნაწილი მულტიმედია ამბის თხრობის და ამის გარეშე ფაქტობრივად არ ხდება დღეს ნიუსრუმების მუშაობა, განსხვავებით დაუშვათ რამდენიმე წლების წინ, როდესაც მხოლოდ ტრადიციულ მედია საშუალებები იყენებდნენ, მხოლოდ ტრადიციულ, ესე ვთქვათ, ინფორმაციის გადმოცემის საშუალებებს. მოდი ახლა მოკლედ აგეხსნით რა არის ამ კურსის დანიშნულება. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მულტიმედია ამბავი არ მინდა არანაირად გაიგოთ მაგალითად ჩემი ხელები მეფარება. სამწუხაროდ მე ვერ ვუყურებ ჩემ თავს. მულტიმედია ამბავი არ მინდა გაიგოთ ისე, რომ ეს არის მხოლოდ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი, ესე ვთქვათ, ტრენინგი, ან ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი საშუალება გადმოცემ ამბავი. მულტიმედია ამბავი დაგჭირდება ნებისმიერ ადამიანს, რომ მოყვე, გააშიარო, გაუზიარო შენი ესე ვთქვათ, შეხედულებების ხვებს, დაგეგმო რაღაც კამპანია, რეკლამირება გაუკეთო რაღაც იდეას, რომელიც გაწუხებს, ლობირება გაუკეთო ნებისმიერ მოვლენას, რაც თქვენთვის ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვებით, მაგალითად დედა ჩემის მაგალითი, აი ეს არის ესე ვთქვათ, საშუალო ასაკის ადამიანის თაობა. დედა მაპატიებ. ხშირად არ ვახსენებ ხოლმე. და არის დაახლოებით 50 წლამდე და 50 წლამდე რომის თაობასაც სამწუხაროდ არ ქონდა საშუალება, რომ ესე ვთქვათ, ინტერნეტი ყოფილიყო მათთვის რაღაც თამდევი ცხოვრების ნაწილი. თუმცა მას შემდეგ რაც უკვე შემოვიდა ინტერნეტი და ჩემო გადაწყვიტა რომ ეს გამოიყენებინა სათავისოდ და გამიკვირდა მე პირადად როდესაც აღმოჩნდა რომ Facebook-ს იყენებს არა მხოლოდ დავუშვათ ვიდეოების დასალაიქებად ან ფოტოების მოსაწონებლად ან დავუშვათ რაღაცა მხოლოდ გასართობად არამედ აღმოაჩინა რომ ამ ადამიანმა მიხვდა რომ ეს შეიძლება გამოიყენოს იმისთვის რომ უფრო მეტი ესე ვთქვათ თავისი ჰობი აქციოს თავის საქმიანობად და ეს იყო მაგალითად კარგვა ძალიან დაინტერესებდა კარგვით და ადგა მოძებნა ჯგუფები გააშიარა შექმნა რაღაცა თავისი შემოიკრიბა თავის თანამოაზრეები მოძებნა ტუტორიალები ფოტოები გადაღო თავის ნამუშევრებს დადო ეს სხვა ჯგუფებში და მიხვდა რომ ანუ Facebook-ი დღეს და სოციალური ქსელები არა მარტო და ეს მულტიმედია ამბის თხრობა მიხვდა რომ მარტო რაღაც ტექსტი არ არის საკმარისი იმისთვის რომ მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და მიიქციო შესაბამისად უკვე აშიავსო ონლაინ CV-ები, როდესაც სამსახურს ეძებ და ანუ ეს არის ისეთი რაღაც, რომელიც ნებისმიერ ადამიანისთვის, ნებისმიერ ასაკის ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, არის უფასო და არის ზღვა საშუალება იმისთვის, რომ შენი იდეა მიაწოდო კონკრეტულ სეგმენტს იმ ადამიანებს, რომლებზეც თქვენ ხართ, ესე ვთქვათ, დაინტერესებული, რომ ამ ადამიანებს თქვენ შესახებ, ან თქვენი იდეის შესახებ გაიგოს. მოკლედ, მულტიმედია ამბავი რისგან შედგება? შედგება ტექსტისგან, ვიდეოსგან, აუდიოსგან, ფოტოსგან, ინფოგრაფიკა, რუკა. დავიწყოთ იდეა იმის შესახებ, რომ ვები არის ვიზუალური მედიუმი და აბსოლუტურად დავიწყოთ იმის შესახებ იდეა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი ტექსტი. ვიზუალის გარეშე უკვე დღეს არაფერი აღარ მუშაობს და არც ერთ, ისე ვთქვათ, ნაშრომს აღარ აქვს ღირებულება. შესაბამისად, ანუ მულტიმედია არის რამოდენიმე მედიუმის ან საშუალების გაერთიანება. ანუ ესენი უნდა ავსებდეს ერთმანეთს და არ უნდა იყოს პირიქით, ანუ ზედმეტად ჩაყრილი და ერთმანეთის რაღაც გადავსება. და რაც შეეხება უნდა იყოს დაგეგმილი, ვიდეორისთვის გჭირდებათ, ფოტორისთვის გჭირდებათ, აუდიორისთვის გჭირდებათ, საერთოდ გჭირდებათ კი ამ ბავშვი, ანუ არ არის საჭირო ყველა ამ საშუალების ერთად გამოყენება. და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიცვალა ინფორმაციის, ესე ვთქვათ, ტექნიკა, რითაც გადასცემ და აგროვებ ამ ინფორმაციას, ეს არის დღეს უკვე დაემატა ამას დრონი, ამას დაემატა smartphone-ი, гаджеტები, 3D
სათვალე, ოკულუსის სათვალე და ბევრი მათ შორის რაც კი იღებს და ვიზუალს ასახავს, ყველაფრით შეიძლება გადაიღოს საინტერესო, გააკეთოს საინტერესო, ისე ვთქვათ, ნამუშევარი. და მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ამას უბრალოდ მოგვიანებით გეტყვით. გადავიდეთ კონკრეტულად განმარტებაზე, როგორ უნდა გავწეროთ ტექსტი, იმისთვის რომ ჩვენი მულტიმედია, ჩვენი იდეა სოციალურ ქსელში, სოციალურ მედიაში ჩანდეს მიმზიდველად. ტექსტი მინდა გითხრათ არის ბოლო ნაწილი თქვენი ნამუშევრის ან იმ პროდუქტის, რაც წაკეთებთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის ჭირდება დაგეგმვა, სანამ მოიფიქრებთ რაღაცა გააკეთოთ, აუცილებლად დაგეგმოთ და დაგეგმვის შემდეგ უნდა იფიქროთ, რა საშუალებები გჭირდებათ აი ამ თქვენი იდეის გადმოსაცემად. თუ მიხვდით, რომ რაღაცისთვის გჭირდებათ ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი არის უკვე ყველაზე ბოლო ნაწილი მულტიმედია თხრობაში. ანუ ტექსტი აღარ არის წავიდა ის დრო, როდესაც დავუშვათ გაზეთი იყო, სამგვერდიანი სტატია ეწერა და ადამიანები ამას კითხულობდნენ. დღეს უკვე ტექსტი ძალიან დავიდა, რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს, ხარტი უნდა იყოს და უნდა ქონდეს დანიშნულება, უნდა იძლევდეს დამატებით ინფორმაციას. რაც შეეხება ტექსტი პირიქში აუცილებლად უნდა იყოს გამართული ტიპოების გარეშე, იმიტომ რომ ძალიან აღიზიანებს ადამიანს, როდესაც ის კითხულობს რაღაცას და ის არის გაუმართავი ტექსტი, აღმოაჩენს ბევრ შეცნობას, უბრალოდ აღარ წაიკითხავს და უბრალოდ აღარ შემოვა თქვენს სოციალურ გვერდზე მეორეჯერ. აუცილებლად იყოს მოკლე და ხარტი, როგორც უკვე აღვნიშნე, იმიტომ რომ გრძელი ტექსტები საკითხავად ადამიანს უკვე დრო აღარ აქვთ და ფაქტობრივად უკვე დღეს დაასკვნეს აი მკვლევარებმა, რომელიც ამ მმართველობით ახალ მედიას იკვლევს, რომ ადამიანი დაახლოებით ერთ ასე ვთქვათ, მასალაზე ინტერნეტში ჩერდება საშუალოდ 30 წამი. მერე უკვე თუ ძალიან დაინტერესებს, შეიძლება გააგრძელოს კითხვა და ყურება, ან გადადის უკვე ახალი ინფორმაციის სანახავთ, იმიტომ რომ სხვა ინფორმაცია აქვს მას კიდე სანახავი. უნდა იყოს აუცილებლად ინტერაქციული. ანუ რას გულისხმობ? რა განსხვავება გაზეთსა და ვებსაიტს შორის, ხო? მაგალითად, მე სამწუხაროდ არ გაგეცანით და აი ხამ შანსს გამოვიყენებ და გეტყვით, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ცითად ინგლისურენოვანი გამოცემების და ასევე მუშაობს საერთაშორისო მედია საშუალებებთან თანამშრომლობ როგორც ფრილანსერი და გამიკეთებია ასევე მულტიმედია პროექტები. და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ვებსაიტი, რადგან მე ძირითადად ონლაინ მედიისთვის მუშაობ, აბსოლუტურად არის უკვე დღეს გადავიდა, არის ინტერაქციული. ანუ ეს ვებსაიტი უკვე არის მულტიმედია. გაზეთი არ არის მულტიმედია. შესაბამისად, ტექსტი როგორც გაზეთისთვის და ტექსტი რას წერ ონლაინ მედია საშუალებისთვის, ან ონლაინ მედიუმისთვის, არის აბსოლუტურად განსხვავებული. და განსხვავება მთავარი არის როგორც რაც მანამდე ჩამოვთვალე, რომ მოკლეს ხარტი და გამართული და ასევე ინტერაქციული. რას გულისხმობს ინტერაქცია? მაგალითად, თუ კი თქვენ წერთ სტატუსს ან აღწერას რაღაცა იდეის, ან ფოტოსი, ან რაღაც პროდუქტს, რომელიც გინდათ რომ სოციალურ მედიაში დადოთ. აუცილებლად ეს უნდა იყოს ინტერაქციული, ანუ უნდა მისცე ადამიანებს საშუალება გამოგეხმაურონ. შეიძლება ეს იყოს შეკითხვის ფორმა, შეიძლება ეს იყოს მიეცით არჩევანი ეს თუ ეს. კითხეთ თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რა გაინტერესებთ, თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ. ადამიანს უყვარს, როცა თვითონ არიან ჩართულები, თავის ამბებს გიყვებიან. შესაბამისად, ეს მეთოდი აუცილებლად ჭრის და ინტერაქცულია ტექსტი გამომდინარე იქედანაც, რომ უკვე დღეს ყველა ვებსაიტს აბსოლუტურად და ყველა ვთქვათ ონლაინ ამბავს მოყვება და მოწონების, კომენტარის დადების, გაზიარების ფუნქცია, ანუ ამის საშუალება არის. შესაბამისად, უნდა იყოს ტექსტი ისე დაწერილი, რომ ადამიანს მოუნდეს, რომ თავის გვერდზე წაიღოს, ან სხვებს გაუზიაროს. ასევე გირჩევთ, რომ ტექსტი აუცილებლად გააკეთეთ სტანდარტული ფონტით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა სხვადასხვა ესე ვთქვათ აპლიკაცია, სხვადასხვა гаджеტი, სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებას სხვადასხვანაირად ხსნის და აღიქვამს ფონტებს. შესაბამისად, თუ კი დავუშვათ Android-ი გახსნის რაღაცა ფონტ, შეიძლება Macintosh-მა არ გახსნას ამ პირიქით. და iOS-ში არ გაიხსნას. შესაბამისად,
ეს შეგიქმნით პრობლემებს და ადამიანები დაინახავენ მხოლოდ რაღაც გაურკვეველ, ალბათ შეიძლება გვინახავს ხოლმე ჩინურ წარწერებს, რომელიც ადამიანებს უბრალოდ აღიზიანებთ, როცა ხედავენ და ვერ იგებენ რაზეა საუბარი. ასევე იგივე მინდა გითხრათ, ბევრი ალბათ ამას იყენებს იმისთვის, რომ უფრო საინტერესო იყოს ესე იკონკებს, რასაც ეძახიან სმაილები და ისე ვთქვათ ემოჯები. არ ვიცი სწორად თუ ამბობ ამ სიტყვას. ამათი გამოყენებისგან ძალიან დიდი დოზით მოერიდეთ, იმიტომ რომ შესაბამისად შესაძლოა ამანაც გავს პრობლემა შეიქმნას, ან არ გამოჩნდეს, ან სხვა ფორმით გამოჩნდეს სხვადასხვა მოწყობილობებში, ამიტომ ეს რო თავიდან აირიდოთ, ჯობია იყოს სტანდარტული და იყოს დოზით ყველაფერი. აუცილებლად გამოვყავით ტექსტი აბზაცებით. ანუ ადამიანის თვალი კითხულობს როგორც დაასკვეს მარჯვენა მარცხნივ, შესაბამისად აბზაცები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაღაცა სკანირება და სკიმინგი გაუკეთოს, ანუ თავარ მნიშვნელოვანი ამბები წაიკითხოს და თუ დააინტერესებს, მე როგორ მიუბრუნდეთ დეტალურად წაიკითხოს. და ხშირად მულტიმედია ამბავში ტექსტს ყველაზე მეტად გარდა იმისა, რომ ამბავის აღსაწერა თუ ამბავის აღწერა ისე შეიძლება ფოტოთი, ვიდეოთი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კიდე დამატებით ტექსტს აღარ ვიყენებთ, მაგრამ აუცილებელია introduction-ისთვის, ანუ headline-ისთვის, რომელიცაც ჩვენ ქართულად ვეძახით სათაურს და ასევე განმარტება რაზეა ეს შენი ამბავი და აუცილებლად ყველა ფოტოს როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, ემოციურიც არ უნდა იყოს და რამდენად საინტერესო მომენტს არ უნდა აღბეჭდავდეს, აუცილებლად ჭირდება აღწერა. პატარა, ხარტი და საინტერესო. მოკლედ ტექსტი რაც ვთქვით, თავარი და ძირითადი არის ეს. და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მე აქ ვარ და რა თქმა უნდა შემიძლია გიპასუხოთ. თუმცა მე მირჩევნია, რომ ეს შეკითხვა მოვაგრო, რომ ძალიან ასე ვთქვათ, არ ავიჭრათ და არ გადავიდეთ, გადმოვიდეთ თემებზე და საკმაოდ ცოტა ვრცელი ის ამაქვს პრეზენტაცია. შესაბამისად, მე აუცილებლად ყველა შეკითხვას გიპასუხებთ. გამარჯობა ხატია. ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ, აბსოლუტურად ყველას გაგცემთ პასუხს, შესაბამისად, ველოდებით თქვენ შეკითხვებს ბოლოსკენ. აი, მითხრეს რომ პასუხეთ, მაგრამ მოდი ერთად გავცემთ პასუხს, რომ გავაგრძელოთ ჯობია, იქნებ მე უფრო ბევრი კითხვები მოგიგროვდეთ. ან იქნებ თქვენ კითხოს რაღაც დოზით პასუხს გავცემ კიდეც გზა და გზა. მოკლედ, გადავიდეთ შემდეგ მედიუმზე, ეს არის ვიდეო. ვიდეო არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვაკეთებ მულტიმედია ამბავს. და არა მარტო მულტიმედია ამბავს, როგორც აღნიშნე, ეს არ ეხება მხოლოდ ჟურნალისტებს, ეს ეხება ყველა ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანს და ასევე ადამიანს, რომელსაც რაღაცა იდეა აწუხებს და უნდა რომ ეს იდეა შეფუთოს. და საინტერესოდ გადასცეს სხვა ადამიანებს. ვიდეო, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ვიდეოსაც თავის დანიშნულება უნდა გქონდეს, ანუ მხოლოდ იმიტომ რომ ვიდეო არის, არ უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში ვიდეო მაგალითად არ არის მიზანშეწონილი გამოვიყენოთ სტატიკური ობიექტების გადასაღებად, მაგალითად აი შენობის გადასაღებად ან ლანდშაფტის გადასაღებად უმჯობესია გამოვიყენოთ ფოტო. თუმცა ფოტოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ვიდეოს რაც შეეხება უნდა იყოს დინამიკური. ანუ ასახავდეს დინამიკას, მოძრაობას, მაგალითად ქუჩაში მანქანები, ხალხის მოძრაობა, შეიძლება ბანალური კადრები, მაგრამ აი ხალხის მოძრაობაშიც დაიჭერთ რაღაც საინტერესო ტიპაჟებს, საინტერესო მომენტებს, შესაბამისად ეს დინამიკა არის მნიშვნელოვანი ვიდეოს, როცა იღებთ და როცა გეგმავთ თქვენს ამბავს, რა როგორ ააწყოთ, აუცილებლად ეს გაითვალისწინეთ. ასახავდეს მოქმედებას. მაგალითად ვიდეოები ძალიან ეფექტურია, როდესაც ხდება აი ხანძარი, აქცია, დემონსტრაციები, სტიქიურებებები. ამ დროს შენ აჩვენებ ადამიანებს ზუსტად რა ხდება, რა მასშტაბებზეა საუბარი, არის ემოციური, არის დაძაბული, ამ შემთხვევაში ვიდეო არის გამართლებული, რომ გამოვიყენოთ. ასევე ვიდეო ძალიან კარგია თუ გადმოგცემთ პერსონალურ ამბებს, რასაც ქვია feature stories, რასაც ვეძახით. როდესაც ვიღებთ კონკრეტულ ადამიანების ცხოვრებას, რაღაც საინტერესო მიმართულებით, გვინდა მეტი ემოცია დავანახოთ, გვინდა ესე ვთქვათ იყოს ეს რაღაც პერსონიფიცირებული, მაშინ ვიდეო არის ასევე კარგი საშუალება. ასევე მულტიმედია და სოციალური ქსელების როცა ვიღებთ ვიდეოს, აუცილებლად უნდა იყოს მოკლე. მიღებულია რომ სტანდარტის შემოგონილი არ არის რომ 30-40 წამი სოციალურ ქსელებს აი Facebook-ისთვის, თავიდან მე მგონი Facebook Live-იც მოკლე იყო, ეხლა დააგრძელეს თორე. და აი ეს 30-40 წამში უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს რისი თქმაც გვინდა. და თუ რაღაც დავშვათ უფრო მნიშვნელოვანია და უფრო საინტერესოა, მაქსიმუმ დავშვათ კონკრეტულ ვებსაიტზე უკვე ტვირთავთ ამ ვიდეოს, მაქსიმუმ 7-8 წუთი. მერე უკვე ადამიანს უბრალოდ ბეზარდება
ხდება და თუ კიდევ უფრო დიდ დისკაკეთებას აპირებთ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ლოკაციები, უნდა შეცვალოთ პერსონაჟები, ან ბევრი პერსონაჟი უნდა იყოს, რამოდენიმე ამბავი უნდა იყოს ვიდეოში, რამოდენიმე გმირი ყავდეთ, რამოდენიმე ადგილი იყოს, ხმები იცვლებოდეს, სახეები იცვლებოდეს და ამ შემთხვევაში კიდე ადამიანი საიძულებთ, მაყურებელს აიძულებთ, რომ დაჭდეს და უყუროს თქვენს რაღაც გრძელ ვიდეოს. და რა თქმა უნდა, უნიკალური კონტენტი უნდა გქონდეთ და რაც შეეხება ჩემს რჩევებს, როგორ გადავიღოთ ვიდეო, ეს ცოტა სხვა თემა არის, თუმცა დღეს უკვე აღარ არის ვიდეოს გადასაღებად საჭირო, ნამდვილად აღარ არის საჭირო, სპეციალურად რაღაცა 15000-იანი კამერა, ადამიანი ოპერატორი, რომელმაც დეტალურად იცის როგორ გადაიღოს და ფლობს ამ კამერის გადაღების ტექნიკასაც. დღეს უკვე ძალიან პოპულარულია და აქტიური არის smartphone-ებით გადაღებული ვიდეოები. დღეს უკვე ყველა შეუძლია ვიდეოს გადაღება მარტივად და დამონტაჟება და იქვე გაზიარება სოციალურ ქსელებში. რაც თავარია აუცილებლად დაგეგმეთ, რაც უნდა ასე ვთქვათ, მოკლე იყოს, მარტივი თემა იყოს. მე მაგალითად ყოველთვის ესე ვაკეთებ, თქვენც გირჩევთ, რომ გააკეთეთ პატარა სცენარივით, დახატეთ, წარმოიდგინეთ კადრები, თუ გაქვთ ამის საშუალება, ჩადით და რისერჩი გააკეთეთ, ნახეთ ადგილი სად უნდა გადაიღოთ, გამოკვეთეთ ის ადგილების, რაც თქვენი ვიდეოსთვის უფრო საინტერესო იქნება, გაიცანით გმირი, გაიცანით ამბავი და ეს მოგცემთ იმის საშუალებას, რაღაც პატარა ესკიზები გააკეთეთ, წარმოიდგინეთ კადრები, როგორ ანაირად აწყობთ. რაც შეეხება ეხლა ხშირად არის დავა რომელი ჯობი ახლო ხედი თუ შორი ხედი თუ პანორამა ზოგს ის მოსწონს ზოგსაც მოსწონს. უბრალოდ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. თუ რაღაცა ემოციური კადრი არის, რაღაც ადამიანს საუბრის დროს ცრემლი მოადგა თვალზე, შეგვიძლია მაშინ ალბათ ჯობია რომ ახლო ხედით გადაიღო. თუმცა თუ რაღაცა ზოგადი აი ჩვენება გინდა სად ხარ, ასაკეთ, აი სად ცხოვრობს ეს ადამიანი, შეგვიძლია აჩვენო უფრო აი ესეთ შორი კადრი, რასაც ქვია. მოკლედ ესეც დამოკიდებულია იმაზე როგორ რა გეგმა, ამიტომ შეიძლება გქონდეთ გეგმა. გეგმის გარეშე ეს უბრალოდ ავდგივწავალ ხა გადავიღებ რაც საინტერესო იქნება. ესე როგორც წესი თუ რა თქმა უნდა ეს არ არის რაღაცა force majeure არ არის აქცია, არ არის სტიქი, არ უბედურება ან ხანძარი რამე ესეთი, რა თქმა უნდა არ გამოგვადგება. და მე მინდა გითხრათ რომ თორცები Reuters ქონდა გამოცხადებული რამოდენიმე თვის წინ კონკურსი. smartphone-ებით ანუ ნებისმიერ ადამიანს თხოვდნენ რომ უნდა გადაიღო ვიდეო კონკრეტულ თემაზე, იყო მოცემული თემა. აუცილებლად გადაიღო ვიდეო smartphone-ით, smartphone-შივე დაემონტაჟებდნენ და smartphone-ით აეტოვეთ. ანუ ვიდეო არ უნდა ყოფილიყო ჩამოტვირთული ტელეფონიდან. და საკმაოდ სოლიდური პრიზები იყო და მე როგორც ის კანის ფესტივალზეც ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა ტელეფონით გადაღებულ ფილმ. ამიტომ ეს არ არის რაღაცა, ისე ვთქვათ, ილუზიური და ის რომ აი რაღაც მაინც ჯობია რომ იყოს პროფესიონალურად გადაღებული. რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როცა ჯობია რომ პროფესიონალურად და რაღაც high resolution-ით, მაღალი რეზოლუციით იყოს გადაღებული ვიდეო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკვე იქეთკენ მიდის ტენდენცია, რომ თავარია საინტერესო კონტენტი გქონდეთ, უკვე ხარისხი ზოგი ტელეფონს ანუ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ხარისხი გადაიღოს, ვიდრე ზოგი ძველი პროფესიონალური კამერა აკეთებს ამას. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ, ეს არის ჩემი საყვარელი ვებსაიტი, უბრალოდ მედია საშუალება Al Jazeera, და Al Jazeera-ს ეს არის Al Jazeera-ს სოციალური ეს ვთქვათ, ამერიკის ბიუროში, ამერიკაში Al Jazeera-ს შეექმნა პრობლემა, მაპატიეთ, ესე კი ვერ ჩამოყალიბ ბილზი. შეექმნა პრობლემა, რამოდენიმე წლის წინ, ამიტომ დახურა ტელევიზიები, ყველა ბიურო აბსოლუტურად და პირადად მე ვიყავი შარშან და ვიყავით ამათ ოფისშიც და აქედან გამომდინარე ვიცი ეს ამბავი, თუმცა საიდუმლო არ იყო, შეგიძლიათ თქვენც მოიძიოთ. და მაშინ გითხრეს რომ გამოსავალი ის ვიპოვეთ, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ, შეგვექმნა მხოლოდ გაგვეკეთებია ვიდეოები და ეს ვიდეოები დაგვედო სოციალურ ქსელში. ამიტომ ისინი რაც დაკეთებენ, აქვთ მხოლოდ სოციალურ ქსელის აკაუნტები, ანუ მხოლოდ Facebook-ი, Twitter-ზე და YouTube-ზე დებენ თორცები ვიდეოებს. და მე მინდა გითხრათ, ამათ ვიდეოები არის საერთოდ ახალი მიმართულება. მე ვიტყოდი, ეს არის ვიდეო მულტიმედიური თხრობა ვიდეოსი. შესაბამისად იყენებენ ტექსტს, იყენებენ ფოტოს, იყენებენ საინტერესო ისტორიებს და არის მოკლე და მინდა გითხრათ, აქვთ n რაოდენობის, აი ძალიან ბევრი ათასობით გაშიარება, ლაიქები და ასე შემდეგ. ეხლა მე მოკლედ გაჩვენებ დაახლოებით როგორი ვიდეოები არის. ეს არის ერთ-ერთი ვიდეო კოლუმბიაში, სკოლაში, რომ ბავშვები წავიდნენ, აი ამ ეს თქვათ იმას იყენებენ rope ბაწრი თვითიან და ძალიან ცუდად შეადგენენ. და ხედავთ
ტექსტია გამოყენებული ინფორმაციისთვის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ, რამდენი წელია ესე ცხოვრობენ, მუსიკა გამოყენებული იმისთვის, რომ ხმა იყოს. De allí acá se gasta como en el cable 25 segundos. Pues a veces ahí no piensa que pronto la polea se abre. და დამეწმეთ ეს გადაღებული არის ალბათ სამყარო კამერით. ეს არის გადაღებული პროფესიონალური ვიდეო. No cuando tiene muy miedo. Es riesgoso siempre. Se lanza. აი, ვარ ბავშვი სწავლობს ანსტერნის სკოლაში და დეტალები უკვე ფოტო ვიდეოში არის გადაცემული ტექსტით. შესაბამისად საინტერესოა უფრო და ძალიან ბევრი, ანუ მარტივია და მოსახერხებელია გასაშიარებლად. მე ამ ვიდეოს ყველა ლინკს მოგვიანებით, როცა ვიდეო დაიდება ჩანაწერი, ყველას გაგიზიარებთ და შესაბამისად იქ ნახავთ, ეხლა რო არ დავკარგოთ, გადავალთ თქვენს ნებართვით შემდეგ თემაზე. რაც შეეხება ფოტოს, როგორც გითხარით, ფოტო არის ვები არის ვიზუალური მედიუმი და ამიტომ დაივიწყეთ მხოლოდ ტექსტი და აუცილებლად გამოიყენეთ ფოტო. ფოტო, როგორც უკვე აღნიშნეთ, კარგია, როდესაც იღებს სტატიკურ კადრებს. ანუ რას გულისხმობ? შენობა, ლანდშაფტი, რამე რაც არ მოძრაობს, მოკლედ. ასევე კარგია სპეციფიკური კონკრეტული მოვლენების მომენტების აღსაბეჭდად, მაგალითად რაღაცა სტოპ კადრი, რაღაც ანუ ხშირად არის ხოლმე რომ თვალიც ვერ ამჩნევს და კამერას აღუბეჭდოს ესეთი მომენტი. არის ემოციური ხშირად, ანუ ისეთი კადრი დაუჭერია ფოტოკამერას, რომ გახდა, აი, რა ვიცი, ძალიან საინტერესო და ძალიან ემოციური და ბევრმა ადამიანმა ნახა ეს. და გულთან ახლოს მიდის, არის ადამიანებთან ახლოს მიდის ეს ამბავი უფრო და ეხმარება ადამიანებს, რასაც ჩვენ ყვები, რასაც ჩვენ მათ უზიარებ, უფრო კარგად გაითავსონ, უფრო გულთან მიიტანონ და ამ ყველაფერში გეხმარებათ ფოტო. და ასე ფოტო ადამიანებს აძლევს ვიდეო რამდენიც არის დინამიკური და შენ რაღაც ჩართული ხარ ამ პროცესში, ფოტო გაძლევს უფრო დაკვირვების საშუალებას. ანუ შეგიძლია დაათვალიერო, ბევრ მხარს უყურო, გაადიდო, დეტალებს დააკვირდე, ანუ მოკლედ იფიქრო. ამის საშუალებას გაძლევს ფოტო. და ფოტოს, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი ახდენს ტექსტი, რაც არის აღწერა. ანუ ფოტოს აღწერაც არის მნიშვნელოვანი. და როგორ გადავიღოთ ფოტო? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია თუ გეცოდინება მთავარი საწყისი, საბაზისო ცოდნა გვექნება მის შესახებ, როგორ გადავიღოთ ფოტო და რა უნარები გვჭირდება, ეს არის რაღაცა რომ შევადაროთ მანქანის ტარებას, ხო? აუცილებელია ვიცოდეთ როგორ უნდა ვმართოთ მანქანა, როგორ რა არის ციმციმა, მარჯვნივ მოხოვის, მარცხნივ მოხოვის და ასე შემდეგ. თუმცა მაგრამ მაინც ძირითადად საჭის ტარებას ვსწავლობთ გამოცდილებიდან. ანუ თავარი საბაზისო ცოდნის მერე უნდა გეჭიროთ ყოველთვის თქვენი smartphone-ები ხელში ან ფოტოაპარატები და ბევრი ფოტო, უბრალოდ ძალიან ბევრი ფოტო გადაიღოთ და დროთა განმავლობაში თვითონ მიხვდებით, ეს არის უკეთესი, თუ ეს არის უკეთესი, როდის რა ფოტო არის, როდის არის შავ-თეთრი ფოტო კარგი, როდის არის პანორამა კარგი, როდის არის რაღაც კონკრეტული ფოტოს ფორმები. ამას თქვენ თვითონ მიხვდებით, გამომდინარე იქიდან გამომდინარე, რას აკეთებთ. გადავიდეთ აუდიოს ნაწილზე, მოკლედ ხმაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხმა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც გაძლევს იმის საშუალებას, გადმოსცემს ემოციებს და გრძნობებს. ანუ, როდესაც უსმენ ადამიანს, თუნდაც როგორ მეტყველებს, როგორ გადავშოთ ააკეთებს გადასულებს ერთი საკითხი და მეორეზე, როგორი ტემბრი აქვს ხმის, ანუ ყველაფერს აქედან გამომდინარე ბევრ რაღაცას იგებ მის შესახებ. შესაბამისად, როდესაც შენ იყენებ აუდიოს ფოტოსთან ერთად, ეგ არის უკვე მულტიმედია, ეგ ავსებს ერთმანეთს და ხშირად ამბობს ღვთის დამაჯერებელს. ანუ მე რაღაცას ვხედავ, თან ვუსმენ და თან უკვე წარმომიდგენია, როგორ ხდება და ვინ ვიზია საუბარი ან რაზეა საუბარი. შესაბამისად, ხმა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ხმა არის ასევე მნიშვნელოვანი იმ გარემოს გასაგებად, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მაგალითად, თუ ქუჩაში ვართ, აუცილებელია, რომ ისმოდეს ეგრეთ წოდებული ჩვენ ძაღლის შუმებს. საუნდები რაც არის. მაგალითად, თუ ქუჩაში ვართ, აუცილებელია ისმოდეს მანქანების ხმა, ადამიანების ხმა, თუ ვართ კონცერტზე, აუცილებელია ისმოდეს რაღაც გარემოს ხმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას ჩავწერთ სახლში და ვიტყვით რომ ეხლა კონცერტზე ვართ და იქნება ძალიან თქვათ არარეალური. შესაძლოა არავინ დაგიჯერებთ. ანუ ის რომ თქვენ ახლა ამბობთ რომ მე ახლა ვიმყოფები აქციაზე, თუმცა არ გაქვს ამის დამადასტურებელი ვერ იღებ ვიდეოს და გაქვს მხოლოდ აუდიო. შესაძლოა ის ხმები, შეძახილები და ასე შემდეგ გაძლევს ადამიანებს საშუალებას რომ დაგიჯეროს რომ თქვენ ნამდვილად იმყოფებით აქციაზე. ხმა ასევე გაძლევს backgrounds. ეს შეიძლება იყოს მუსიკა, მელოდია, როგორც უკვე ვიდეოში ვნახ ვიდეოსთვის, ან ფოტოსთვის იყოს ეგრეთ წოდებული შუმები, რაც თქვით, ან იმ გმირის ფოტო, რომელსაც თქვენ გადაუღეთ ფოტო, დაადოთ ხმა და უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ადამიანს ამ თქვენი კონკრეტული გმირის შესახებ. და რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინეთ, უნდა იყოს აუდიო ძალიან მაღალი ხარისხის, იმიტომ რომ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპეციალური რეკორდერი გჭირდებათ. რეკორდერიც არღეს უკვე ძვირი ძალიან იაფია რომ შეიძინოთ, თუმცა ყველა ტელეფონი იწერს ძალიან კარგად უკვე ხმას, მაგრამ აქ საუბარია ხმის ხარისხზე. ანუ კარგად უნდა ჩაიწეროთ ეს ხმა, იმიტომ რომ ძალიან გამაღიზიანებელია და ძალიან ნერვის მომშლელია, როდესაც უბრალოდ რაღაცას უსმენ და ვერ უსმენ. ანუ შემოდის უცნაური ხმები და ეს მართლა ნერვულ დაბოლოებებს უტყავს პირდაპირ და არავით მეორეჯერ აღარ შემოშება საერთოდ dislike გაგიკეთოთ და საერთოდ თქვენი არსების შესახებ დაივიწყოს. ასე რომ ხმის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და დაფიქრდით ზოგჯერ თუ არ გექნებათ კარგი ხარისხის ხმა, უჯობესია რომ საერთოდ არ დაადოთ ხმა და იყოს მხოლოდ ტექსტი და ფოტო. და რაც შეეხება ხმასთან დაკავშირებით, აუდიოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს სიახლე, ჩვენი მულტიმედია ტრენინგ ცენტრი, ტრენინგ ცენტრმა დაიწყო სატესტო რეჟიმში პრინციპში გვაქვს ონლაინ რადიო, რომელზეც მომავალ ლექციაზე ჩემი კოლეგა მაია გურისაშვილი უფრო დეტალურად მოგიყვებათ ამ პროექტის შესახებ და ჩვენ გვეძებთ ასევე თანამშრომლობისთვის საინტერესო ადამიანებს და ტრენინგის ერთ-ერთი მიზეზიც და მიზანიც ეს არის, რომ ჯერ პირველ რიგში გაგაცნოთ რა არის მულტიმედია თხრობა და წინა ლექციაზე თქვენ უფრო ზოგადად გაიგეთ რა არის ინტერნეტი და რისთვის არის საინტერესო საჭირო ეს ახალი ტექნოლოგიები და შემდეგ ლექცია უფრო კონკრეტული იქნება და უფრო დეტალურად მოგიყვებით ჩვენი რადიოს შესახებ. ჩვენ ვეძებთ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ და ასევე მომავალ ლექციაზე გასწავლით როგორ უნდა მარტივი პროგრამებით, როგორ უნდა დაამონტაჟოთ და აწყოთ აუდიო პროდუქტი. შესაბამისად, ვინც ახლა გვისმენს, აუცილებლად მოგვისმინეთ 24-შიც. ეხლა გადავიდეთ ხო, შემდეგ ერთ-ერთი ნაწილია ინფოგრაფიკაც და გრაფიკები ზოგადად. ეს არის ახალი ამის მაგალითებს ხო მინდა გითხრათ კიდე დავაანონსო რომ ძალიან საინტერესო და კარგი მაგალითები მაქვს ბოლოში მოტოვებული, ასე რომ ვინც ახლა გვისმენთ, ჯერჯერობით კიდე გვისმინეთ. ხო, რაც შეეხება ინფოგრაფიკებს, ინფოგრაფიკა არის უფრო ახალი და ძალიან კარგი და ვთქვათ საჭირო გამოგონება, იმიტომ რომ გვიმარტივებს ამბის მოყოლას. მაგალითად, როცა გვაქვს საქმე სტატისტიკასთან, ხშირად სტატის ციფრებში იმალება საინტერესო ამბები, ისეთი ამბები, რომელიც ეს ზედაპირზე არდევს და შენ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია რაღაც დასკვნებამდე მიხვიდე. შესაბამისად, ციფრების გადმოსაცემად, აი წარმოიდგინეთ ტექსტში რომ დაწეროთ რაღაცა რაოდენობის, რამოდენიმე 1000 რიცხვი, პროცენტები, ყველაფერთან ჩაყაროთ, რა თქმა უნდა, ეს მოგცემთ ამას არავინ არ წაიკითხავს. თუმცა თუ ამის ვიზუალიზაციას მოახდენთ და ამას ვიზუალურად გააკეთებთ გრაფიკებით გადმოსცემთ, ეს უფრო მარტივი გახდება ადამიანებისთვისაც და თქვენ მიზანს მიაღწევთ. ასევე კარგია ტექნიკური პროცესის გადმოსაცემად. აი მაგალითად როგორ მუშაობს ქარის ელექტროსადგური. ეხლა ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ჩვენ გორში გააკეთეს რამოდენიმე ეგეთი ქარის ელექტროსადგური. შესაბამისად, ქარის სადგური უფრო სწორად ელექტროშვეშია. და ქარის სადგურების მაგალითად მუშაობის პრინციპი რო გავაცნოთ ადამიანებს, ანუ გავუკეთოთ პოპულარიზაცია, რატოა კარგი რომ ადამიანები გადავიდეთ ქარის ენერგიაზე და აქედან მიიღოთ ელექტროენერგია. ამის პროცესის გასაგებად ძალიან კაი იქნება თუ გავაკეთებთ მაგალითად აი ამ ინფოგრაფიკას. ასევე კარგი არის, როგორც გითხარით, ადგილის და მასშტაბების მისათითებლად, მაგალითად რუკების გამოყენება და თუ გინდათ თქვათ, რომ კონკრეტულად რა მანძილზეა საუბარი, რა მასშტაბებზეა საუბარი, მაგალითად აქციების დროს რამდენი ადამიანი დაეტია ამ კონკრეტულ ადგილას, საიდან სად მოძრაობდა ეს ადამიანები და ასე შემდეგ. ასევე კარგია შედარებისთვის, მაგალითად გააქვს რაღაცა მონაცემები წინა წლის, წლევანდელის, ან 10 წლის წინანდელი და რაღაცა სერიოზული მკვეთრი სხვაობა არის ამ სამ რაღაცას შორის, ხო, მონაცემს შორის. შესაბამისად, შეგიძლიათ ამისთვის იდეალური ვარიანტია, რომ აჩვენო ეს გრაფიკულად და ვიზუალურად რამდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან ეს მონაცემები. ასევე
დროის ქრონოლოგიის გადმოსაცემად, მაგალითად თუ გაქვთ რაღაც რაზეც მუშაობთ, რომელიც იწყება 2000 წლიდან და მოდის 2017 წლამდე, კარგი იქნება გამოიყენოს timeline-ი, ანუ თითოეული წელი რაღაც დაალაგოთ ესე და მოყვეთ თითოეული წელი რატო არ მნიშვნელოვანი და როგორ ვითარდებოდა ის რაღაც, რაზეც თქვენ მუშაობთ. და რა თქმა უნდა არის ინტერაქციული. ანუ ინტერაქციაში მე გულისხმობ იმას, რომ ხშირად ალბათ გვინახავთ ჩარტები, როდესაც დააკლიკებ, მაუსს მიიტან და მერე გამოდის დავუშვათ გენდერი, რამდენი ქალი იყო, რამდენი კაცი, მერე გამოდის დავუშვათ კონკრეტული რიცხვი, ასაკი და შენ თვითონ არჩევ რას უყურო, რა ნაწილი ნახო, რა ნაწილი გამოტოვო, რა მონაცემი გაინტერესებს და რა მონაცემი არ გაინტერესებს, როგორც მკითხველი ამ შემთხვევაში. და ბოლოსკენ უკვე მთავარი თეორიული ნაწილის თქვათ მოვარჩინ, მე გაჩვენებთ დაახლოებით პრაქტიკულად რა პროგრამები, აპლიკაციები შეიძლება გამოიყენოთ, რაც მე უკვე ჩამოთვალე ამისთვის და გაჩვენებთ მაგალითებს, როგორ კარგად იყენებენ ადამიანები ამ მაგალითებს და მედია საშუალებები და უბრალოდ მოქალაქე ჟურნალისტებს ეძახიან უკვე ადამიანებს, რომლებიც აქტიურად პოსტავენ მიმდინარე მოვლენებზე და უბრალოდ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ. თუმცა გავითვალისწინოთ უნდა, რომ მულტიმედია ამბავი არის მრავალგანზომილებიანი, რომელიც ავსებს ერთმანეთს. ანუ ეს არ უნდა იყოს ყველაფერი ერთად. ანუ აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე, რა გჭირდებათ, რისთვის გჭირდებათ და არის თუ არა ეს ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება, რომ გადმოსცეთ ამბავი, რასაც თქვენ აპირებთ, რომ გადმოსცეთ. მაგალითად, აი ყველაზე ისიც მახსენდება Facebook Live-ები, როდესაც პირველად შემოვიდა, ყველაფერზე Facebook Live-ებს აკეთებდნენ, რაც იყო მოსაბეზრებელი. შესაბამისად, Facebook Live-ს თავისი დანიშნულება, რა თქმა უნდა, აქვს. ასევე აქვს ვიდეოს, ფოტოსაც და ტექსტსაც. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ამათი რაღაცნაირად კომბინაცია და არა ერთმანეთის რაღაც გადავსება. აუცილებლად მოითხოვს როგორც ყველაფერი დაგეგმოს და წინასწარ ფიქრს, უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა ფორმებით ვაკეთებთ, რა გამოგვადგება, რა არ გამოგვადგება, თუმცა გზა და გზა ამის შეცვლა რა თქმა უნდა შეიძლება. და რა თქმა უნდა მულტიმედია საშუალებები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ არასწორ ხაზოვნად, ანუ კრეატიულად. შეგიძლიათ იფიქროთ, სცადოთ რისკები და სცადოთ ექსპერიმენტები, იქნებ თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ რამე ახალი მულტიმედიური მიმართულება, ან ესეც არ არის გამორიცხული. შესაბამისად, რა თქმა უნდა მეორე პუნქტის გაზიარების შემდეგ, ანუ დაფიქრება, გაანალიზება, რა გინდათ და რას აკეთებთ. და აუცილებელია კვლევის ჩატარება, პატარა კვლევის ჩატარება იმაზე, რასაც აკეთებთ. ანუ მოიძიეთ ინფორმაცია, გაიგეთ იმის შესახებ, ანუ თუ ეს ადამიანის შესახებ, თუ ეს მოვლენის შესახებ, ბევრი ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიეთ, ნახეთ ლოკაცია, სადაც აპირებთ რომ ეს გააკეთოთ. მოკლედ წინასწარ დაგეგმეთ და ესე ვთქვათ, არასასიამოვნო სიურპრიზებს აიცილებთ თავიდან. ხომ კითხავს ველოდები, ვისაც გაქვთ შეკითხები, მომწერეთ, არ დაგზარდებით აუცილებლად ყველას გაგცეთ პასუხს. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ამათ მე გაჩვენებთ. სასარგებლო აპლიკაციები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მულტიმედია ამბავზე, მაგალითად გრაფიკებზე, რაღაც კონკრეტულ დიზაინებზე, ზოგჯერ არის მნიშვნელოვანი, აი ვებგვერდი რო იყოს მულტიმედიური, ზოგჯერ არის მნიშვნელოვანი ანუ პროფესიონალი ადამიანის ჩართვა და ამისთვის საჭიროა დაიწეროს კონკრეტული კოდები, ადამიანმა იცოდე კონკრეტული პროგრამები და ამას სჭირდება ცალკე გუნდი. ზოგჯერ, როცა რაღაც დიდ პროექტს აკეთებ. თუმცა არის მარტივი, ესე ვთქვათ, აპლიკაციები და საშუალებები, რესურსი ინტერნეტში, რომელიც შეგვიძლია მარტივი ვიზუალიზაციის გასაკეთებლად დაგეხმარებათ. მე პირველ რიგში აუცილებლად ყველას გირჩევთ გამოიყენოთ Google-ის სერვისები, აუცილებლად გადახედეთ და კარგად გამოიყურეთ და კარგად ისწავლეთ, მათ შორის Google Map-ი გაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ შენ თვითონ დაიტანო რუკაზე ადგილები, მონიშნო, ფოტო დაამატო. შესაბამისად, თუ რაღაცა კონკრეტული ადგილი ჩვენმა გინდათ, Google Map-ი შეგვიძლია როგორც რუკა გამოიყენოთ და ამისთვის ასევე არის Google Fusion, რომელიც ასევე გაძლევს საშუალებას გააკეთოთ, ესე ვთქვათ, ინტერაქციული რუკა, სადაც უკვე დაიტანთ ასევე სტატისტიკასაც. დაუშვათ რაღაც ტერიტორიაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ან დაუშვათ არ ვიცი, ეს დეტალები რაც თქვენ გაინტერესებთ. ახლა მე გავხსნი აქ easily, ეს არის ძალიან მარტივი ფორმა ინფოგრაფიკის შესაქმნელად. ყველა რასაც ხომ თქვენ გაჩვენებთ, ძალიან მარტივია, იმიტომ რომ უბრალოდ გჭირდებათ
მარტივი რეგისტრაცია შეიძლება იყოს Facebook-ით, ან თქვენი email ადრესით, მისამართით უბრალოდ უკაცრავად და დაახლოებით ესეთ მარტივ მულტიმედია პროდუქტებს გააკეთებთ, ძალიან მარტივია ამის გამოყენება. არ ვიცი ჩანს თუ არა, ანუ მეწევა თუ არა გამოსახულება ჩემს ხმას. ეს არის online photo editor-ი, Bifang. აქედან ატვირთავთ ფოტოს და გააკეთებთ მის რედაქტირებას, ძალიან მარტო ჩემს საყვარელი ერთ-ერთი. ვისაც დავუშვათ Photoshop-ი არ შეუძლია, იმიტომ რომ Photoshop არის პროფესიონალური პროგრამა, მაგრამ თქვენთვის ეს იქნება იდეალური ვარიანტი მარტივად ფოტოების, ისე ვთქვათ, გასარედაქტირებლად. და იმის უფრო ლამაზი და მიმზიდველი იყოს ფოტო. მე ამ ლინკებს ყველას დავურთავ, როდესაც ავტვირთავთ ჩვენს პრეზენტაციას, ჩვენს Facebook გვერდზე, ასე რომ შემოგვიერთით, კითხვები თუ გაქვთ დამისვით, მე აქ ვარ და გიპასუხებთ. Canva არის online media პლატფორმა, პოსტერების, მოსაწვევების გაკეთება თუ გინდათ, ან რაღაცების დაანონსება, აქაც სამარტივად Facebook-დან ან ხა უბრალოდ რეგისტრაცია ჭირდება და დროს წაიღებს. Facebook-ი არ მაქვს უბრალოდ აქ ჩართული. Google-ის account-ით შევეცდები თუ გამიხსნა. გავიარო რეგისტრაცია. ძალიან მარტივად შედიხართ. აი ესეთი ერთი კლიკით. და აქ გაქვთ გეუბნებათ შექმენი პოსტერი სოციალურ მედიისთვის, პრეზენტაციისთვის, აქ ამატებთ თქვენ პოსტერს. ძალიან მარტივ, მართლა ძალიან მარტივია, ენაც რომ არ იცოდეთ, აი ეს რაღაცა მე ვითამაშე. შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტი, აი აქ მოცემულია გარკვეული ტექსტები, შეგიძლიათ დაამატოთ, შეცვალოთ ბექგრაუნდი, ან აქ ატვირთოთ თქვენი ფოტო, რაც გინდათ რომ ჩანდეთ. ჩან Facebook-იდან გადმოიტანოთ და გავუკეთოთ layout-ები და ელემენტები დავუმატოთ. ელემენტები აი თვითონ არჩევთ, ანუ ფოტო გინდა ეს იყოს, frames, ილუსტრაციები და მე თვითონ გთავაზობთ რა დაამატო და აი მაგათაც თუ გინდა თუ რამე არის ჩანთა, საათი, ან ბევრი არის აქ დაძებნა და რისთვის გჭირდება, რას აკეთებ. შეგიძლიათ ჩარტები დაამატოთ, თუ გაქვთ რამე სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ. მოკეთ ყველაფერი ახალი მედიას რაც ეხება, აუცილებლად თქვენ უნდა ეთამაშოთ მოკეთ ამას და სხვანაირად არ გამოვა. თქვენ თვითონ მე უბრალოდ გააძლევთ მიმართულებას სად რა შეიძლება. Pablo არის ძალიან მარტივი პროგრამა, ძალიან მარტივი, მართლა უმარტივესი. ატვირთავთ ფოტოს და გავუკეთებთ წარწერას. თქვენ თვითონ აი აქედან ატვირთავთ ფოტოს. Show me next tips. აქედან ატვირთავთ uploads ფოტო, მაგალითად. იმ ფოტოს რაც თქვენ გინდათ, ეხლა აქ არ მოქვს უბრალოდ ფოტო, აფრჩიოთ აქედანვე. ამ ფოტოს შეგიძლიათ header-ი გაუკეთოთ, დააკლიკოთ აქ. თავად ქართულადაც შეგიძლიათ დააწეროთ. და მზად არის ფოტო იმისთვის, რომ შეგიძლიათ მე ეს ფოტო გამოიყენოთ ვიდეოშიც. მაგალითად, დააწეროთ რაღაც სტატისტიკური მონაცემი. ან სახელი ადამიანის, ან გვარი, ან ტიტრი გაუკეთოთ ფოტოს. ან quote-ი გააკეთოთ. ეს მაგალითად ეს არის კარგი პროგრამა, გაცრავად. იმისთვის, ვისაც დავუშვათ PictoChart-ი. მარტივი ინფოგრაფიკების გასაკეთებლად ასევე. აქაც ძალიან მარტივია, აი აქედან free ვერსია შეგიძლია გამოიყენოთ, შედიხართ და აი ინფოგრაფიკების გაკეთება, აქედანაც ძალიან მარტივი ინფოგრაფიკების გაკეთება არის შესაძლებელი. Timeline-ი არის ძალიან კარგი online source წყარო იმისთვის, რომ გააკეთოთ, აი როგორც გითხარით, ქრონოლოგია. აი მაგალითად როგორც აქ არის მოცემული. აი ესეთი რომელ წელს რა ხდებოდა და ასე შემდეგ, დაამატოთ რუკები და აი აქედან make timeline და მიყვებით ინსტრუქციას და გააკეთებთ. ძალიან მარტივია და უფასოა და მე შეგიძლიათ ასთავრე ყველა ამ აქ გაკეთებული პროდუქტის, ანუ რაც მე ჩამოგითვალეთ აპლიკაციები. ამის აღება შეგიძლიათ embed კოდი თქვენს საიტზე გადატანა, ან გაშიარება პირდაპირ ისე რომ არ ჩამოტვირთოთ და დავუშვათ არ იწვალოთ. და map checking-ი ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, მაგალითად, თუ გვაინტერესებს აი დავუშვათ აქციები, როცა ტარდება, რაღაცა ლოკაცია გვაინტერესებს, რამდენი ადამიანი დაეტევა. და ვიღაცები ამბობენ, რომ აქციას მოვიდეთ 17,000 ადამიანი. შენ მარტივად იღებ, აქ ჩავწერ მაგალითად, ანუ ადამიანებს მთვლელი არის, ვაი, გამიჯედა. მაგალითად, პეკინის ქუჩა.
Street. აი, თბილისის პეკინის ქუჩა. მონიშნავთ, აი, აქედან, მაინტერესებს აქედან. მე რატო გააგრძელა. თო ჩემო. რაც სამიყვანა. მოკლედ, აი ესე მონიშნავთ, მე ნახავთ რატო, არ ვიცი ეს რატო გააგრძელა. ან იქვე მიუთითებთ კონკრეტულ ვაიმე ამერიკაში წამიყვანა. მიუთითებთ ქალაქსაც და მონიშნავთ რამდენი ადამიანი შეიძლება დაეტიოს ამ კონკრეტულ მისამართზე, მაგალითად, პეკინი ავენიუ 9, არ ვიცი 6 პეკინი ავენიუ, უფრო კონკრეტული ლოკაცია მივცეთ. 1 2 აი ესე გააკეთებთ. და დაგითვლით, ანუ დააპატარავთ ამას, მოკლედ თქვენთვინაც ნახავთ, იმიტომ რომ მე გამიკეთებია და დაგითვლით რამდენი ადამიანი დაეტევა და თუ მწვანეა ნიშნავს, რომ ეს არის ბუნებრივი რაოდენობა, აქ იჩვენებთ რაოდენობას, აქ იჩვენებთ კვადრატულ მეტრზე. ეხლა ეს რაღაცა რატოღაც ამაკავშირა ამერიკასთან და ძალიან ბევრი ადამიანი ეტევა, როგორც ჩანს, პეკინიდან ამერიკამდე. მოკლედ ეს არის ძირითადი, ესე ვთქვათ, აპლიკაციები, რაც შეიძლება მარტივად გამოიყენოთ, ძალიან ბევრი აპლიკაციაა და მე უბრალოდ კიდე მინდა მოგცეთ ეგეთი რჩევა. თუ ინგლისური არ იცით, არ აუშვას, მაინც შედით და სცადეთ, დაათვალიერეთ ეს ვებსაიტი. ეს არის ბერკლის უნივერსიტეტის მულტიმედია ჟურნალისტიკის პლატფორმა, რომელიც არის უფასო აბსოლუტურად, არ გჭირდება არც რეგისტრაცია, შედიხარ და დეტალურად აქვთ ასევე ვებინარები, შეგიძლიათ დაესწრო კონკრეტულ ვებინარს და რაღაც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ასევე შეგიძლიათ ტუტორიალები ნახოთ, როგორ გამოიყენოთ დაწყებული ფოტოშოპი, სამონტაჟო პროგრამები, კონკრეტული აპლიკაციები, იმისთვის რომ შექმნათ მულტიმედია პროდუქტი. შესაბამისად, თუ ნახავთ ამ ვებსაიტს და გადაამოწმებთ, ძალიან კარგი იქნება თქვენთვისაც. და ეხლა გაჩვენებთ კონკრეტულ მაგალითებს და ამით მოვრჩებით და თქვენ კითხვას გავცემთ პასუხს. ჩემი ყველაზე საყვარელი მულტიმედია პროექტი არის Refugee Republic, ქართულად ქვია დევნილების რესპუბლიკა. რომელიც არის ძალიან კარგი პროდუქტი და აი ნახავთ რამდენი ის აქვს მოგებული პრიზი ამ პროდუქტს. თუმცა ამის გასაკეთებლად ეს რა თქმა უნდა პროფესიონალების დონეზე არის გაკეთებული. და იმიტომ არის კარგი რომ აი დახატული არის ეს არის ძალიან დიდი სერიალების ასე ვთქვათ სერიალი დევნილების ბანაკი და შენ შეგიძლია მიმართულებები ნახო სად რა გაინტერესებს კონკრეტულად რომელი ნაწილი ამბის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ამბავი არის. თუ გაინტერესებს, აი აქ მითითებულია ისრები და კონკრეტული ისა სად მიყავ ხარ ამ მიმართულებით. როცა გახსნი არის ფოტოები, არის ვიდეოები და კონკრეტული ისტორიები. ანუ შენ თუ გაინტერესებს რაღაც კონკრეტული ადამიანის ისტორია, დააკლიკებ და იმას ნახავ, შესაბამისად ძალიან კარგი პროდუქტი არის. სამწუხაროდ ნელა-X მაგა ინტერნეტის გამო. ეხლა ესეთ პროდუქტის გაკეთებას რა თქმა უნდა ჭირდება პროფესიონალების გუნდი, ანუ ამის გაკეთება, თუმცა რაღაც ამ გავსის უფრო მარტივად აწყობა, თქვენ შეგიძლიათ. აი სვაიპ, აი ესე მიდიხარ და თქვენ თვითონ არჩევთ რა გაინტერესებთ და გადადის კონკრეტულ ისტორიაზე. აქ ფოტო არის, მაგალითად ვიდეოა, დააჭერთ და დაიწყება ეს ვიდეო. და ნახავთ ისტორიას. ამ ლინკებსაც რა თქმა უნდა გამოგიგზავნით. მე შეგვიძლია ეს არის ქართულ, სხვა საქართველოში გააკეთა ბრიტანელია თუ არ ვცდები ის ჟურნალისტი, მოკლედ უცხოელმა ჟურნალისტმა საქართველოში გააკეთა ეს პროექტი ელიავას ბაზრობაზე, საბჭოთა წარსულის გაყიდვა, ესე ქვია, ქართულადაც არის, ხა შევეცდები ქართული გაჩვენოთ. ეს არის ევრაზია.net-ის პროექტი. ძალიან კარგი პროექტი არის, მინდა გითხრათ და ესე კონკრეტულად უკვე შენ თვითონ ირჩევ გმირს, შენ თვითონ ირჩევ ამბავს, რა გაინტერესებს და არის ძალიან კრეატიულად გადმოცემული. აწვევი კონკრეტულ მომენტს და გაიცნო მაგალითად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭიდაობაში. ფილისელი ვარ თუ ეს არ გაინტერესებს, აი აქვე მე მგონი გამყიდველი არის.
სასმელების გამყიდველი ელიავაზე. ძალიან საინტერესო. თუმცა ეს როგორც კიდევ ერთხელ გითხარით, რომ დაძებნოთ ინტერნეტში კარგად, არის open source, რასაც ქვია, იპოვით მსგავს რაღაცებს, თუმცა ამ დონის თორშოთ მულტიმედია პროექტებს ვერ გააკეთებთ. ამას სჭირდება პროფესიონალების გუნდი. თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ მსგავსი, ოღონდ უფრო მოკრძალებული მასშტაბის. ეს არის ასევე Washington Post-ის გაკეთებული ისე refugee, ანუ დევნილებზე. აქ არის ფოტოები, მოყვება მერე უბრალოდ ინტერნეტი ჭედავს და აქ არის რუკაც იყო, სად არიან ძირითადად ეს ოჯახები და მერე არის ისტორია. დააკლიკებთ თითოეულ ისტორიას და ნახავ წაიკითხავთ. თუ არ ვწდები ქართული ვებსაიტებიც აკეთებენ მსგავს პროექტებს ზოგჯერ. თუმცა ხა ისეთი არ მახსენდება სამწუხაროდ. და ყველაზე კარგი მაგალითები, მაგალითად, ყველაზე თვალშისაცემი რაც იყო, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ალბათ ყველას გვახსოვს 2011-ში იყო 12 წელი არ მახსოვს იაპონიის მიწისძვრა, რომელსაც მოყვა რადიოაქტიური სადგურების განჟონვა, აი ამ ატომური ენერგიის. შესაბამისად რადიაციის გაჟონვა, შესაბამისად მედია საშუალებმა კარგად გამოიყენეს ეს მულტიმედია ვიზუალური თხრობის ელემენტები, იმისთვის რომ გადმოეცა, წარმოგიდგენთ, ახლა მე მაგალითად ამას პირადად მე ვერ ვკითხულობ და გონზიარვა რა არის აი აქ ჩამოთვლილი რაღაც ელემენტები, ქიმიური ელემენტები, რომელიც თურმე გამოიყოფა აი ამ ატომური სადგურიდან, როცა გაჟონა რადიაციამ და კონკრეტულად მითითებულია, აი აქ მაგალითად მითითებული არის რისთვის იყენებენ, რას ვნებს კონკრეტული ელემენტი, რომელიც აი ამ მის დროს გამოჟონა. ეს არის გარდიანო, მაგალითად გააკეთა რუკა, რომელიც რო დააკლიკებთ, ახლა სკრინშოტი უბრალოდ არ ჩანს, როცა დააკლიკებთ, გიჩვენებთ ან აქ მოცემული არის რადიაციის დოზას, ანუ სად იყო ყველაზე მძიმე ეს რადიაცია და ყველაზე, ასე ვთქვათ, საშიში და მერე როგორ გავრცელდა გავრცელების არეალი და სად იყო ნაკლებად საშიში ეს რადიაცია. New York Times-მა უკვე დროის გასვლის მერე გააკეთა რაღაცა ერთგვარი შეფასება, როგორ დაიწყო და მერე სად დარჩეს რადიაციის კერები. და აი მაგალითად BBC-მ გააკეთა ეგეთი რაღაცა, როცა ამ მოვლენას აშუქებდა, ეს არის სატელიტით გადაღებული ფოტო აიღო. ხა ამის მოფიქრება ხო მარტივ ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ აი თუნდაც ის მარტივი პროგრამით, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ ფოტოზე დატანა აი ამ ტექსტის. შეგიძლიათ Google-დან აიღოთ სატელიტის გადაღებული ფოტო, აიღოთ მერე წარწერა და უბრალოდ გაუკეთა და გაჩვენებთ მდებარეობას სად მდებარეობს. აქ ხო ადამიანი ვერ შევა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან დიდი რადიაცია იყო. შესაბამისად გაინტერესებს სად მდებარეობს და სად მოხდა ეს. და გიჩვენებს აი წითელით არის ყველაზე ისეთი რადიოაქტიური სადგურები, საიდანაც ყველაზე მეტმა რადიაციამ გაჟონა და ყველაზე მეტად დაზიანდა და აქ არის ყვითელით არის მითითებული ისინი, სადაც პოტენციური რისკის ქვეშ არის ეს ქვეშ იყო ეს სადგურები, რომ შესაძლოა აქედანაც გაეჟონა რადიაციას. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მადლობა ყურადღებისთვის, ეს ჩემი გაკეთებულია, აბულოს გამოყენებით. და ამიტომ მნიშვნელოვანი ვიზუალური ამბის თხრობა. შესაბამისად, იყავით კრეატულები, გამოიყენეთ აი რაც მე მოგაწოდეთ ის წყარო ბერკლის უნივერსიტეტის მულტიმედია, ასე ვთქვათ, პლატფორმა და თქვენ ექსპერიმენტებში თავად მიხვდებით და თავად აღმოაჩენთ ბევრ რაღაცას, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ და რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს თქვენი იდეის შესახებ, უფრო მეტ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. მადლობა ყურადღებისთვის და ეხლა უპასუხობ თქვენ შეკითხვებს, ყველას შეკითხვას აბსოლუტურად. დავიწყოთ თავიდან. ტექსტთან დაკავშირებით სიტყვების რა რაოდენობაა მიზანშეწონილი. ისოდ ესე მივდივართ იქამდე. გააჩნია ტექსტილისთვის, თუ კი ამას ვაკეთებ სტატუსისთვის, მაგალითად მიზანშეწონილია, რომ ეს იყოს დაახლოებით 15 სიტყვა მაქსიმუმ, იმიტომ რომ მერე უკვე ადამიანებს აი see more ნახე მეტი რომ ეწერება, იქამდე ჩასვლა ეზარებათ. ანუ ის არის რაც დავუშვათ ფოტოს ემოთ ჩანს. ანუ თუ დამატებით გახსნა უწევს ფოტოს და ჩასვლა, ხშირად ამას აღარ კითხულობენ. ამიტომ მნიშვნელოვანი რაც გაქვთ, აუცილებლად დაწერეთ თავშივე.
დავუშვათ თუ ეს არის headline-ი, ანუ სათაური, მაშინ უნდა იყოს 5-6 სიტყვა. თუ ეს არის პირველი აბზაცი, აბზაცებში შეეცადეთ, აბზაცები იყოს მოკლე, იყოს 3 line ხაზი და დაახლოებით ალბათ 20 სიტყვა პირობითად რო ვთქვათ. სტანდარტულ ფონტზე საიტებთან დაკავშირებით თქვით, ან როგორ შეიძლება შეცვალოთ, ზუსტად ვერ მივხვდი. ანუ არა, საიტებს რაც ფონტი აქვს, დავუშვათ იმას ვერ შეცვლით, ის არის უკვე არსებული, მაგრამ აი, როცა თქვენ დავუშვათ თუ კი გიმართავთ ბლოგი, იგივე WordPress-ი, ხო? WordPress აქვს საშუალება, როცა ტექსტს წერთ, გაძლევთ არჩევანს, რომ აირჩიო ფონტი. თუმცა, როცა ირჩევ რაღაცა განსაკუთრებულ ფონტს, რომელიც არის რაღაც ძალიან ჩახლართული, ძალიან ზოგი რაღაც რეტრო სტილის და ასე შემდეგ, ხშირად მე სხვა საიტებზე არ ჩანს, ანუ სხვა მოწყობილობებში არ ჩანს. შეიძლება შენთან ჩანდეს, მაგრამ სხვაგან არ გამოჩნდეს. იგივე როგორც სტატუსებს მაგალითად ხშირად აკეთებენ რაღაც განსხვავებული ფონტებით. არის სპეციალური საიტები, სადაც კონვერტირება ხდება ამ ფონტების და რაღაცა უფრო მიმზიდველი რო იყოს ალბათ თვალისთვის. შეიძლება თვალისთვის იყოს მიმზიდველი, მაგრამ რაღაცა პროგრამები ვერ აღიქვამს ამ ფონტებს. შესაბამისად, ამიტომ ჯობია გამოვიყენოთ აი Silfine-ი, რაც სტანდარტულია და აი ესეთ სტანდარტული ფონტები, რომ არ მოხდეს დავუშვათ განსაკუთრებით თუ ქართულ ტექსტს, ქართულ შრიფტს იყენებთ. ხატია რას გვეკითხება? Resites-ის, მე მაპატიეთ, ეხლა ვეგეტყვით Resites-ის რა არის. Resites-ის quote-ების ეს დაგეხმარებათ, გააკეთოთ quote-ები. დავუშვათ თუ კი გინდათ, დავუშვათ არის რაღაც აი ყველაზე მოსაწყენი პოლიტიკოსის გამოსვლა, ხო? ამის დავუშვათ ტრანსლაცია 1 საათი დაადოთ და მით უმეტეს 1 საათში ალბათ ბევრს ისეთ საინტერესო სტარფს იტყვის, თუმცა იტყვის რაღაც საინტერესოსაც, შეგიძლიათ გააკეთოთ ესე ვთქვათ quote-ები. ფოტოს დაადოთ ეს quote-ი. აი. აქ დაწერთ ტექსტს. შეგიძლია ქართულადაც დაწეროთ. დავუშვათ მადლობა. და მე უკვე ქვემოთ ირჩევთ რა ფორმით გინდათ, რომ ეს თქვენი quote-ი ჩანდეს. მე ხარ ამ მარტივს ავიღებ. და თუ არ ვწდები, აქვს ამის საშუალება, რომ თქვენ თვითონაც ატვირთოთ თქვენი შაბლონი. აი ამას ავიღებ, კარგი. აი create თუ ანუ აქვს ასე თქვენი ფოტოს ატვირთვის საშუალება, ესეთი ფორმა მიიღო, მე შეგიძლიათ და გააშეროთ სოციალურ ქსელებში, ან ლინკი აიღოთ, ან უბრალოდ გაუგზავნოთ იმეილით, ან ჩამოტვირთოთ. შესაძლოა ეს არის quote-ების და რაღაც მოსაწვევების ასევე გასაკეთებლად. ვებ აპლიკაცია. რაც შეეხება კიდე იყო კითხვა, ვიდეოზე წარწერის გასაკეთებლად რა აპლიკაცია შეიძლება გამოვიყენოთო? ვიდეოზე წარწერების ყველაზე მარტივი არის, ყველა კომპიუტერს მოყვება Movie Maker-ი არის ესეთი, თუ არ ვწდები Windows-ებისთვის და Macintosh-ებისთვის არის iMovie. ძალიან მარტივი არის, მაგალითად შეიყვანთ ვიდეოს და იქვე გამოგიგდებთ, ამის გადმოწერაც არ გჭირდება, თითქმის ყველას მოყვება. თუმცა იგივე Vvideo ავახსენე, Vvideo არის Google-ის პროდუქტი, შეგვიძლია იქაც ესეც ცადოთ, ეს მარტივ ფუნქციებს ისიც გაგიკეთებთ, ანუ ტექსტი რო დაადოთ ფოტო, ვიდეოს ტექსტი. თუმცა თუ უფრო პროფესიონალურად გინდათ, არის პროფესიონალური სამონტაჟო პროგრამები, იგივე Adobe Premiere-ი და შეგიძლიათ იქ გააკეთოთ. მაგრამ ამას უკვე ცოდნა ჭირდება, თუმცა შეგიძლიათ ძალიან ბევრი ტუტორიალია, რომელიც ენაც რო არ გესმოდეთ, ესე სიტყვით ვიდეოთი თუ ფოტოთი გაჩვენებ ნაბიჯებს როგორ გააკეთოთ. ასე რომ ამის გაკეთება მარტივი. ან მე როგორც გითხარით, შეგიძლიათ ფოტო თუ დავუშვათ რამე ისეთი ფოტო არის უფრო მნიშვნელოვანი და რაღაცა ემოციური ფოტო გაქვთ, შეგიძლია ამ ვიდეოში ფოტოც გამოიყენოთ და ამ ფოტოს გავაკეთოთ წარწერა და ესე გამოიყენოთ ეს ფოტოც. ამის საშუალებასაც გაძლევთ ეს აპლიკაციები. კიდე რავი, მეტი მე მგონი შეკითხვა არ იყო, რომ გიპასუხოთ. თუ კი მეტი შეკითხვა არ არის, მაშინ დაგემშვიდობებით და გეტყვით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ჩვენი მესამე ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო პრაქტიკული იქნება, ვინმე დღევანდელი იყო, იქნება 24 ივნის 2 საათზე.
ისე ვიკრიბებით ჩვენ ვებინარზე ყველანი ერთად. ამ შემთხვევაში მაია გულისაშვილი, რომელიც გორგიას სოციალურ მედიის მენეჯერი არის და მთლიანად აი მათ სოციალურ კამპანიებს მაია აკეთებს. მოგიყვებათ უფრო დეტალურად ჩვენი რადიოს შესახებ, ონლაინ რადიოს შესახებ. დიდი მადლობა ხატია რომ გიყურებდი. და ასევე მოგიყვებათ დეტალურად როგორ ჩვენი პროექტის შესახებაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც თანამშრომლობა და გვაქვს პატარა სიურპრიზები თქვენთვის. იმ ადამიანისთვის ნამუშევრებს მოგვეწონება, შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდეც. და ასევე მოგასწავლით როგორ დავამონტაჟოთ აუდიო, კონკრეტული ტუტორიალი იქნება, შესაბამისად ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება და კიდე იმის თქმა რომ თუ კი ეს ჩვენი ვიდეო ესე ვთქვათ ონლაინ კურსები მოგეწონათ, გამოხატეთ თქვენი აზრი ჩვენ Facebook გვერდზე, ჩვენს ჯგუფებში, შეგიძლიათ აქაც, სხვებსაც გაუზიარეთ, სხვებიც მოიწვიეთ და თუ კი საინტერესო იქნება, ჩვენ მერე შევეცდებით რაღაც უფრო advanced კურსები შემოგთავაზოთ და ის კონკრეტული კურსები, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ, აი კონკრეტული აპლიკაციებისთვის, ან კონკრეტული პროდუქტებისთვის. ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით მაიას 24-ში.